მორიგეობები ქონდა ხოლმე, სულ მის კარებთან მეძინა ხოლმე და ესეთი გამაფრთხილის დედება, რომ პატრიკ შეიძლება გამოვიდეს და გითხრას, რომ ნაყინი მიყიდეო. ხო და არ გაბედო ეგეთი რამე არ გააკეთო, რომ ნაყინი პატრიკს დიაბეტი ქონდა და მისთვის ნაყინი არ შეიძლებოდა არაფრით თუ დიაბეტი აუწევდა და არ გეტყვის ვიცოდეო პატრიკმა შეიძლება გითხრას, რომ ნაყინი და არაფრით ნაყინი არ უნდა უყიდო უწმინდესო და აი არ დედების ნამდვილს უგრძო წავიდე თან ისეთი კაცრები ძალიან ტკბილები თან ძალიან კაცრები და ბუნებრივია მეც ხო დავთანხმდი რომ დიახ ესე ვიზამეთქი და მართლაც ეს დედები რომ გამოვიდნენ კელიიდან და პატრიკმა დაიცინა მაგას ვიდეო რომ გამოვიდა პატრიკს ეძინა გამოვიდნენ და ერთ ნახევარსაათში გამოწუწმინდესი და მეუბნება რომ ესე რომ ხახა წადიოდ ნაყინი მიყიდეო გავუქიშნე ნაყინი ვიცი რომ ნაყინი არ უნდა უყიდო უწმინდეს არ შეიძლება ხა მის პირველი საათია და ნაყინი მიყიდეო და გამოვედი ჩავედი ქვევით ეზოში წრე დავარტყი ეზოს ერთი რამოდენიმე წამერით ვიცოდა ხანი ვიჩექი ეზოში და ავედი გვიან და მეთქალბათან ძინავს ვთქი პატრიკს და შევიხედე ოთახში და არა გვიძას მელოდება გზის ტელევიზორში არ თქო ზის და მოყურებს ტელევიზორს და გამოვიდა თქვენ წესო ნაყინი ვერ ვიშოვე მეთქილა და მოვატყვი უწმინდესი აი ესეთი რამიდან როგორ ეხ პატრიკს ატყუე პატრიკს ეუბნებით ყუგლს აი შინაგ აი დამენგრა ყველაფერი ამას რომ ვიცოდი ეს არ უნდა მიმეტანა მისთვის ნაყინი და კაი უწმინდეს არაფერი მეტყვი გამორთო ტელევიზორზე შევიდა კინეს დაწვა დაიძინა თელი ღამე აი გამისკდა გულის დღეს ჩავარდი აი ხატებთან ეგ ძველი ხატი აფხაზეთიდან წამოძანებული და იმ ხატის წინაშე დავიჩუქე და დავიწყერი მაპატიე რომ ეს მომიცე ღმერთ დედახშობილო შენ შევიდე შენ ხო იცი რა გაზრდით გავაკეთე ეს და რაღაც შემთვის ეს თელი ღამე ლოცულ დილის 6 საათზე გამოვდი და უწმინდესი ხომ და ერთად ლოცულობთ ხომ დილის 6 საათზე გამოვიდა დილის 6 საათზე უწმინდესი ვილოცეთ ვერ უყურებ უწმინდეს თვალებში ერთის როდის სწავლა საპატრიარქოდან ახლა დილის 6 საათიანის როცა მორჩება და გავედი საპატრიარქოდან გავედით ის დღეები ვარ უწმინდესთან აი ვერაფერს ვეღარ ვიტანჯები ეს დღეში ვარ ერთი დღე გავედი და ორი დღე სამი დღე და ისე მორიგეობა მომიწევა უწმინდესთან და მორიგეობის ვერ მოვიტვი და მივედი უწმინდესთან და მარტო როგორც ნახე უწმინდეს მეუბნები თქვენ წესამეთქი შემიდეთ მეთქი იმ დღეს მოგატყუეთ მეთქი რა არც კი წავსულა ნაყინზე მეთქი და მაპატიეთ მეთქი რომ ეს ნაყინი არ გიყიდეთ მეთქი რა უწესონები და კაი უწმინდეს არაფერი არ მეთქი უწმინდეს კარგია არაფერი გავიდა ეს ისე დედები გამოვიდნენ კელიიდან პატრიკს მგონი რომ ძინავს და გამოდის უწმინდესი ერთ ნახევარ საათში დედები რო წავიდნენ და 50 ლარი რომ ჭირავს ხელში და მაწეს 50 ლარი მაშინ 54 ლარი და ნაყინი ახლა წადით ამისო ნაყინი მომიტანეო 50 ანუ 100 წალი ნაყინი წავედი წავედი მე გამახსნა რომ დიდი ყომში გუდულში იყიდებოდა ნაყინები ძვირიანი ნაყინები 12 ლარიანი 8 ლარიანები რაღაცები და წავედი დიდი ყომში მანქანით ვიყიდე ეს ნაყინები ცოტა რო შემხედრო და ბევრი ყოფილიყო და ეგ შევედი ბუხის ოთახში და დავჯიქეთ და მე სტრაფად შევჭამ მოსტაღებ პატრიკს ნაკლები რო შეხვდეს და მე შევჭამ და დავსწრაფ რასაკეთე როგორ ჭამა და თვითონ ნახევარი ნაყინის არც უჭამია ზატოს ეს შეჭამა და მე ეს მაცივარი გავამალაგებინა და მასივს კუთხეში ჩამალაგებინა ეს და დავმალეთ ეს ნაყინები დავმალეთ და ხა მეუღებდნენ ხოლმე იმას რა ქვია სისხლს რა დიაბეტის დადგენილიყო და თვითონ რომ გამოვედი 6 საათიანზე ესე ლოცვას რომ გამოვედით თვით ესე ჩაარჭოს ესეთი ჩაარჭობდნენ და სადებინო და აიღეს და საკარე გავარდნეს სადღაც აი მე გაგიჟდნენ ესენი რეკავენ ქალბატონცის სანავეს დაურეკეს ექიმის დილით გააღვიძეს აი რა ხდება არც დაიწყო რეკვები ექიმთა რეკავენ პატრიკს ეგრე ამეჭამე არაფერი ამეჭამე უწდეს ეუნება ვერ იგებე რატო ხდება ესა და მე მეუბნებოც ესე არ თქვა ეს გამიხედა ხავჭამე ვერ თქვა უწდეს არაფერი ამეჭამე მე მეუბნება არ თქვა და მე სახა არ ვამბობ პატრიკი ხა როგორ ვიტყვი ამას ვერ ვამბობ ვერაფერს და უკვე ელოდი რომ გათენდება რომ გერმანიაში დარეკონ რომ გაარკვე რატო არის ეს შაქარია და არაფერი არ იყო წინათ კარგად ყოდა ყველაფერი ეს ქართველი ექიმი ვერაფერს ვერ ამბობენ ვერ იგებენ თუ არაფერი არ იყო საჭამი მაშინ რაღაცა ხდება და გერმანიაში გადავაფრენ და უკვე წავედი ლაპარაკი და ბოლოს უკვე რომ გადაფრენაზე მიდგა ლაპარაკი და მე ვადექი და უთხარი დედებს მეთქე ნაყინი ვაჭამე აუ ნაყინი ვაჭამე მე ხო გამაგდეს იქიდან ეს გამიშესაბათრეკო და მე ეს მაცივიდან გამოვტანეს ეს ნაყინები და წამოიღეს აი რა ვთქვა და მართლა ესეთი აი დიდი ადამიანი და ესეთი აი წმინდა იყო და ესეთი აი ბავშვური სიხარული იყო მაშინ და ესეთი აი თან ესეთი დიდი